კონგრეს-ჰოლის საკონცერტო დარბაზში აფხაზეთის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლების კონკურსი დათვალიერება გაიმართა. ღონისძიების მიზანია აფხაზეთის დამსახურებული ქორეოგრაფების საქმიანობისა და მიღწეული შედეგების წარმოჩენა, ქორეოგრაფიული ხელოვნების პოპულარიზაცია აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებში. წლის განმავლობაში ბავშვების მუშაობა, მათი პედაგოგების შრომაც იმსახურებს იმას, რომ საზოგადოებამ ნახოს თუ რა შეძლეს მათ. 1 ივნისი საგანგებოდ შევარჩიეთ ამ ღონისძიებისათვის და მინდა ვუსურვოთ თითოეულ ბავშვს, როგორც დღეს აქ მონაწილეს, ასევე მთელს მსოფლიოში უღრუბლოდ სამშვიდობიანი მომავალი და წარმატებული გზა. წელს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით პირველად ჩატარდა ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლების კონკურსი დათვალიერება. ეს იყო არაჩვეულებრივი დღესასწაული და საჩუქარი აფხაზეთთან დევნილი ბავშვებისთვის, რომლებმაც წარმოაჩინეს ქართულ-აფხაზური ფოლკლორი. იდეა, რაც ემსახურებოდა იმას, რომ ეს ყოფილიყო ქართულ-აფხაზური ფოლკლორის წარმოჩენა და პოპულარიზაცია, ვფიქრობთ, რომ ამ მიზანს ნამდვილად მივახციეთ და ყველა მონაწილე დღეს არის გამარჯვებული, წარმატებული და ყველა ბავშვს კიდევ ერთხელ ვილოცავ ამ დღეს. ჟიურიმ გამარჯვებულები 6 ნომინაციაში გამოავლინა, რომელთაც სიგელები გადაეცათ. ღონისძიება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელოვნებისა და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებამ ჩაიარა ძალიან კარგად, კიდე მეტი შრომა გვჭირდება. აუცილებლად მივიღებთ სხვა დროსაც მონაწილეობას ბავშვებთან ერთად. ჩვენ ვართ ანსამბლი ხალისი, ძალიან გვიხარია რომ ესეთ ღონისძიებაში ვიღებთ მონაწილეობას. ჩვენ ვცეკვავთ ცეკვებს აფხაზურს და რაჭულს. ხშირად არის ისეთი დღეები, რომლებისთვის ძალიან დიდ ხანს ვემზადებით. ბევრი რეპეტიციები გვაქვს, კონცერტები გვაქვს, ძალიან გვიხარია. ძალიან კარგი კონცერტი იყო და ბავშვებს ძალიან გაგვიხარდა.